სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ჩემო ძვირფასებო, თანამედროვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი სიტყვა რელიგია მოდის ლათინური ძველი რომაული სიტყვიდან religare. რას ნიშნავს religare? რას ნიშნავს სიტყვა რელიგია? რატომ ვიწყებ ასე ქადაგებას? იმიტომ რომ დღეს გამოჩნდნენ ახალი ბრჭყალებში ახალი მღვდლები, ასე ქვიათ მათ, ახალი აზროვნება, ახალი შეხედულებები, რაღაც ნოვაცია უნდათ რომ ღვთისმეტყველებას შემოიტანონ, ამით ცნობადები გახდნენ, ბევრი ლაიქები დააგროვონ სოციალურ ქსელში და ამით მოხიბლონ თანამედროვე საზოგადოება. ჩვენ ვქადაგებთ იმას, რასაც ეკლესია პირველი საუკუნიდან დღემდე ქადაგებს უცვლელად. religare ნიშნავს ადამიანის და ღმერთის განახლებულ ურთიერთობას. ადამიანის და ღმერთის განახლებულ ურთიერთობას. ანუ ერთდროს შეწყდა ურთიერთობა სამოთხეში და შემდეგ განახლდა ეს ურთიერთობა. ეს ურთიერთობა არის უხილავ არსებას და ხილულ ქმნილებას შორის. ღმერთი არავინ სადა იხილა. ღმერთი არის უხილავი, ღმერთი არის აბსოლუტური სული, ღმერთს არ გააჩნია გარეშემოწერილობა, არ არის მაღალი, არ არის დაბალი, არ აქვს მარცხენა, არ აქვს მარჯვენა. ყველგან არსებობს ის და ყოველივეს გამსჭვალავს. ღმერთის არსებობის ისტორიული მტკიცებულება არის შემდეგი, რომ ამას კომუნისტებიც ამტკიცებენ და ყველა მეცნიერება მივიდა აქამდე, რომ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში უბრალო პაპუასების ტომიც კი არ ყოფილა რელიგიური გამოვლინება რომ არ ქონოდათ. რაღაც ნიშნები რელიგიის. შეიძლება ფულის ერთეული არ ქონდათ, ანბანი არ ქონდათ, კულტურა არ ქონდათ, კანონები არ ქონდათ, მაგრამ ნებისმიერ ტომს ქონდა რაღაც რელიგიური გამოვლინება. მაგრამ ცოტა რთულია დღეს 21 საუკუნეში გაარკვიო ამდენ რელიგიათა შორის და რელიგიურ ადამიანებს შორის რომელია ჭეშმარიტი რელიგია, რომელია ჭეშმარიტად რელიგიური ადამიანი. და ამიტომაც დღევანდელი სახარება საინტერესო დიალოგს გადმოგცემს ღმერთსა და ადამიანს შორის. ახალგაზრდა ჭაბუკი ვინმე სახელი არ არის ცნობილი, მიდის განკაცებულ ღმერთთან, თაყვანს ცემს მას და ეუბნება რომ მოძღვარო სახიერო. რა სიკეთე ჩავიდინო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო. რა საინტერესოა, ჭარმაგი ადამიანი კი არ მიდის, ვიღაც მოხუცებული, წელში მოხრილი და უკვე რომ აპირებს გარდაცვალებას, არა, საკმაო ქონება აქვს დაგროვილი, პატივცემული პიროვნება აშკარად, მაგრამ აინტერესებს როგორ გადარჩეს, როგორ ცხონდეს. კარგად დაუკვირდით, შეიძლება შენ ყველაფერი ქონდეს ამ ქვეყანაზე, მაგრამ არ ქონდეს რწმენა, არ ქონდეს დამოკიდებულება ღმერთთან სწორი. და კაცს ახალგაზრდა ჭაბუკს, რომელმაც კიდევ ვიმეორებ, საკმაოდ მონაგები დააგროვა, აინტერესებს, რომ ცხონდება თუ ვერ ცხონდება. მიდის მაცხოვართან და ეკითხება, რა სიკეთე გავაკეთო, რომ ცხონდე. მაცხოვარი ეუბნება, რომ ცნებები დაიცავე. ყისიერად პასუხებს ახალგაზრდა, რომ მე ამასო ბავშვობიდან ვიცავ, თან ჩამოუთვალა, ოღონდ უყურეთ, აქ არის საინტერესო, თქვენ იცით, რომ 10 მცნება იწყება, მე ვარ უფალი შენი ღმერთი და არა იყვნენ სხვა ღმერთები ჩემსა გარეშე. აქ ეუბნება მეორე ნაწილს ეუბნება, არ იმრუშო, არ კაცკლა და ასე. ანუ რაც მოყვასთან ურთიერთობაში ჭირდება ადამიანს. იქიდან ეუბნება. და არც კი დაფიქრებულა ეს ჭაბუკი, ეუბნება, რომ ამას მე ბავშვობიდანვე ვიცავ. ჩვენც ვიცით ხოლმე ასე ხანდახან რაღაც შეგეკითხებიან, რას ამბობ? კი, დავდივარ, ვეზიარები, ხო, აბა რა, რამდენი ხანია, დავდი, სტიქაროსანი ვარ. აბა რა, გალობელი ვარ, დავითნე ვარ.
ეგ არავის არ უკითხია შენთვის, სტიქაროსანი ხარ, გალობელი ხარ თუ ვინა ხარ. შენი რწმენა, რომელიც შენ გაგაჩნია, არის თუ არა მაცხოვნებელი. აი ეს უნდა გაინტერესებდეს შენ და რელიგია, რომელსაც შენ ემსახურები და ღმერთი, რომელსაც შენ ემეტყველები, არის თუ არა ჭეშმარიტი ღმერთი და შენი რელიგია არის თუ არა ჭეშმარიტი რელიგია. აი ეს აინტერესებს. ოღონდ საქმე იმაშია, რომ ეს ახალგაზრდა ამ ცნებებს, როგორც ჩვენ, იცავს ზედაპირულად. მარხულობს, არ კასკლავს, არ იპარავს, არ ჩხუბობს. ხო, რაღაცით, ყველაფერზე დაეთანხმა, ამას მე ვაკეთებ. და რა მაკლიაო, კარგად დაუკვირდით ჩემო ძვირფასებო ამ შეკითხვას. ეს შეკითხვა თქვენს უნდა გაინტერესებდეთ. მამაო, ლოცვებზე ვიყავი, მარხვას ვინახავ, წავიკითხე, მოვემზადე, მეზიარო, ეზიარე შვილო. და გონია უკვე რომ ყველაფერი კარგად არის, 60-ში ხარ, უკვე გილოცავ. მოწყობილი ხარ, კუჩხი ბედნიერში ვარ, ხო იცი უკვე რომ ულოცავს, რომ უკვე მოწყობილი ხარ უმაღლეს სასწავლებელში. საინტერესო კითხვა, რა მაკლია? თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა, ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ ვცხოვდე, თუ მაკლია კიდე რაღაც. ეს ბიჭი რომ ჭეშმარიტი მორწმუნე ყოფილიყო და მცნებებს ნამდვილად გულით და სულით ასრულებდეს, ეგ შეკითხვა არ გაუჩნდებოდა, რომ მე რა უნდა გავაკეთო კიდე და არ გაუჩნდებოდა შეკითხვა, რომ კიდე რა მაკლია. აი ეს არის ყველაზე საინტერესო კითხვა. თუ შენ მორწმუნე ადამიანი ხარ, თუ შენ მცნებებს აღასრულებ და შენ ნამდვილ რელიგიაში ხარ და ნამდვილი რელიგია ქრისტემდე იყო იუდაიზმი, ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია ქრისტემდე არის იუდაიზმი. იუდას ტომში უნდა მოვიდეს ქრისტე. ებრაელები ელოდებიან, ეს მოვა, მაგრამ ანტი იქნება და ჩვენთვის მოვიდა იუდას ტომიდან ლეკვილომისა იუდა, როგორც წერია და დამთავრდა იუდაიზმი და დაიწყო ჭეშმარიტი ქრისტიანული რელიგია, ანუ განხთობა, ანუ ღმერთთან ურთიერთობა. ჩვენ ვიცით, ვინ აღწამს და ვის ვემსახურებ. და თუ შენ ჭეშმარიტი რელიგიის მსახური ხარ და ჭეშმარიტი რწმენა გაქვს, შენ ცხოვრებაში პირველ ადგილზე უნდა დააყენო უფალი იესო ქრისტე. და ამ ჭაბუკთან ესე არ ხდება, ეს არის რელიგიური პიროვნება. იცავს მცნებებს, მაგრამ ხვდება, რომ საკმარისი არა. რას ეუბნება ქრისტე? ამაზე შეიძლება ბევრი დაბკოლდეს, ან ბევრს ეგონოს, რომ ღმერთი ითხოვს ჩვენგან ქონების გაყიდვას. ამას არ გვინც ვდგავართ, ვერავინ ვერ გავაკეთებთ. გაყიდე ყველაფერი, დაურიგე გაჭირვებულებს და შენ მე გამომყევ. როგორ ფიქრობთ, ახლა ღმერთი ამას ითხოვს ჩვენგან? რანაირად მოითხოვს, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვერავინ ვერ გავაკეთებთ. რომ ყველაფერი გავყიდოთ ახლა ჩვენი ცოლშვილი სად უნდა წავიდეს, ხო? და ჩვენ გავყვეთ ახლა არა. საქმე რაშია? გაყიდე მონაგები შენი. ანუ ის მონაგები, რაც შენ ხელს გიშლის ჩემთან ურთიერთობაში. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონია საუბარი, დიდი სიმპათიით, მამაო, მიყვარხარ, პატივს გცემთ, რატო არ დადიხარ ეკლესიაში? აი, იცი რა არის, აი საქმეები მაქვს რა, აი რაღაცა ბიზნესი მაქვს, ესა მაქვს, ისა მაქვს, წავალ, ჩამოვალ, ვიყიდი, გავყიდი და მერე მოვალ. მოვალ აუცილებლად, მოვალ, მე გულში მყავს ღმერთი და ასე შემდეგ. ეს ყველაზე ნათელი რაც არის და რაც ამ ჭაბუკს ჭირდა. ხო, თუ შენ ცნებებს იცაო და თუ შენ გინდაო რომ ცხონდეო, შენ მიჯაჭვული არ უნდა იყოს შენ მონაგებზე. შენ მონაგებზე არ უნდა. შეიძლება ეს იყოს ბევრი ფული, შეიძლება იყოს საპირისპირო სქესი, ან კაცი, ან ქალი, რომელიც არაკანონიერად გიყვარს და იცი რომ შენ რომ მოხვიდე ეკლესიაში, მას უნდა დაანებო თავი. ქურდობას უნდა დაანებო თავი, ყაჩაღობას უნდა დაანებო თავი, ბევრ ჭამას მას უნდა დაანებო თავი და უამრავ რაღაცას უნდა დაანებო თავი. და არანებებ თავს, თუმცა გიყვარს ღმერთი, თუმცა გიყვარს ეკლესია, გიყვარს მოძღვარი, მაგრამ წვალობ, არც იქით ახარ და არც აქეთ ახარ. მოციქულები დაბრკოლდებიან,
ვერ გაიგეს. აბა მას ვის შეუძლია უფალო რო ცხონდესო, ნახეთ რა საინტერესოა. კი არ დაიცვეს ეს ჭაბუკი, თან ლანძღვა კი არ დაუწყესო, წადი ეხლა და ჭკვას დარეგება კი არ დაუწყეს ჩვენსავით, არა. მაშინვე მიბრუნდნენ, შეწუხდნენ, აფორიაქდნენ, როგორც ჩვენ ხშირად. და ეკითხებიან, აბა ვის შეუძლია უფალო გადარჩეს, კაცი გეუბნება რომ ბავშვობიდან ვიცავ ყველა მცნებებს და შენ ეუბნები რომ გაყიდე ყველაფერი და გამომყევი. ეს არ შეიძლება, ვერ გააკეთებს ამას. მას ვის შეუძლია რომ ცხონდეს. ეს ერთადერთი პასუხია, სადაც ქრისტე გარკვევით ამბობს. შეუძლებელია ეს თქვენგან. ვაი დღეს სოციალურ ქსელში რო არის კამათი ხო, ვინ ცხონდება, როგორ ცხონდება, მოკლედ დაჭამეს ერთმანეთი. ეს ადამიანებისგან არის შეუძლებელი. რაც გინდა გააკეთო, თუ ღვთის მადლი არა გაქვს, როგორც სულხან-საბას იგავ არაკებში, ამდენს გინდა აჭყაპუნო ხელი, ხო ნათქვამია, ძალიან ცნობილი ნათქვამია, ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ ხოლმე ურწმუნოები. კაცო, ღმერთმა თქვაო, რომ ხელი გაატოკეო და ხელი თუ გაატოკე, კარგია, მაგრამ ამდენიც გინდა ატოკო ხელი, თუ ღვთისწყალობა არ იქნება, არაფერი არ გამოგივა. რამდენი ადამიანი გინახია, თელი ცხოვრება წელზე ფეხს იდგავს, შრომობს, ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ვერ დაძრა თავისი ცხოვრება წინ. სულ უჭირს, სულ დაბოღმილია, სულ ნერვიულობს და ძალიან ძიმე მდგომარეობაშია. ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ არის რელიგიური პიროვნება, მას არ აყავს ღმერთი. მისი ღმერთი არის მამონა. შესავალი, გასავალი, რა მოვიგე, რა გავყიდე, რა ვიყიდე და ასე შემდეგ. ანუ დღევანდელი სახარების მოკლე შინაარსი არის ის, რომ ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ თუ თავისი თავი მორწმუნე გონია, უნდა შთხოვოს ღმერთს, რომ ღმერთო, მე არ შემიძლია ჩემით რო გადავრჩე, რამდენი მცნებების გინდა დავიცვა, როგორი კეთილიც გინდა ვიყო და დამეხმარე, შემეწიე. თუ გიფიქრიათ, ჩემო ძვირფასებო, რა არის ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანისთვის? ზოგი ახლა იფიქრებთ, ვინც შედარებით უფრო რელიგიურები ხართ, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი ეს არის დრო. რომ ღმერთმა ასია, დროა, რომ ღმერთმა მომცა დრო. ოღონდ ზოგს გონია, რომ ეს დრო არის 80, 70, 90 არა. ეს დრო არის დილიდან დრო გათენდა საღამომდე. მეტი დრო ჩვენ არა გვაქვს. გათენდა, დაღამდა, მოასწარი ლოცვა, მოასწარი სიკეთე, მოასწარი ადამიანური ცხოვრება. მეტი დრო ჩვენ არ ვიცით, ვინ ჩვენ დილა გაგვითენა, არ შეგვპირებია, რომ საღამოს დაგვიღამებს. არ შეგვპირებია, ხო? მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აყრის იარაღს. ძალიან საინტერესოა. მას რაშია საქმე? დრო აუცილებელია, პავლე მოციქული ამბობს, რომ გამოისყიდეთ დრო, ანუ დროს გაუფრთხილდით, რამე თუ ბოროტ არიან დღენი. მეორე საჩუქარი რა შეიძლება იყოს? ჯანმრთელობა, ხო? ესე იცით ხოლმე, თავარია ჯანმრთელობა. მონადირეებმა ტახი მოკლეს, გაკვეთეს, სავსები ჯანმრთელი იყო ტახი. ჯანმრთელი იყო, მაგრამ თავისმა ჯანმრთელობამ ვერ უშველა ვერაფერი. ანუ თავარი დრო და ჯანმრთელობა არ არის. ზოგი იტყვის, კარგი ოჯახი, კარგი ცოლი, კარგი ქმარი, კარგი შვილები, კარგი სამსახური, კი, მაგრამ არ არის ეს თავარი. ჩვენ ხომ ჩობლ კვერექში, ყველა კვერექსის მერე უფლისა მიმართ ვითხოვოთ. სულ ამას ვამბობთ, ხო? და აბა დაფიქრდით ხოლმე, თან იქ კარგად არის ჩამორაკრაკებული და ჩვენი გალობლები თქვენს მაგივრად პასუხობენ. უფლისა მიმართ ვითხოვოთ, მოგმადლენ უფალო და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენთვის არის სწორი აზრი. სწორი აზროვნება. იმიტომ რომ ის დრო შეიძლება უაზროდ გაატარო და ვერ ცხონდე. შეიძლება იყო ჯანმრთელი, მაგრამ ჯოჯოხეთში წახვიდე. შეიძლება კონდეს ოჯახი, მაგრამ არ იყო შენი ოჯახი კარგი. სწორი აზრი, დილა რო გათენდება, სანამ დაღამდება, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, რომ ვიყო ბედნიერი. თუ ჩემს გარშემო ადამიანები იყვნენ ბედნიერები. საიდან მოდის ეს სწორი აზრი? შეიძლება ჩვენი მეუღლისგან,
ღმერთისგან, სინდისისგან, სახარებისგან. მაგრამ ჩვენ როგორ ვიცით? რა კარგი აზრი მომივიდა კაცო, მაგრამ წირვაზე კარგია რომ წავიდე, მაგრამ მოდი საქეიფოდ წავა. ხშირად რამდენჯერ მოგვსულიათ კარგი აზრი, რამდენჯერ ჩვენ მეუღლეს უთქვია რაღაც კარგი აზრი, გულში ხვდებით რომ სიმართლეს გვეუბნება, მაგრამ მგლის თავზე სახარებას კითხულობენ მაინც. კარგად დაუკვირდით ჩემო ძვირფასებო, ყოველ დილით როგორც კი გათენდება, დაუკვირდით როგორი აზრები შემოდის თქვენში. უამრავი აზრები შემოდის უაზრო, საშინელება და ის საღამოთი ჩაიწერეთ რა აზრები მოგივიდათ. აქეთ დაწერეთ დადებითი, აქეთ დაწერეთ უარყოფითი. უარყოფითი იქნება უამრავი სისულელე, ცივი ლუდი, თევზი, ჭამა, სმა, გართობა, ტელევიზორი, უამრავი რაღაც. აქეთ მოდი რა დაიწყე მარხვა რა. მოდი ერთხელ მაინც წაიკითხე სახარება რა. მოდი ერთხელ უთხარი შენ ცოლს გენაცვალე, ან რამე ხო არ გინდა რომ გიყიდო. ან მიიხედე, მოიხედე შენს გარშემო ერთი გაჭირვებული ხო არ არის ვინმე, რომელსაც შენ ვერ ხედავ და ხანდახან ხურდას მიაყრი ხომ. სწორი აზროვნება არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება ადამიანმა მიიღოს ღმერთისგან, მოძღვრისგან, სახარებიდან, ანუ წმინდა წერილიდან, მეუღლისგან. ეს მარტო ცოლებს არ ეხება, კაცებისგანაც მოდის ხოლმე კარგი აზრები, ქალბატონებო, ნუ გონიათ რომ მარტო თქვენგან მოდის დადებითი აზრები და ბავშვებისგანაც თქვენ წარმოიდგინეთ. ახლა ჩვენ რამოდენიმე ბავშვი ვაზიარეთ. ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და ძლიერ ღვდლებს, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ვერ იპოვნით ასეთებს, პირდაპირ გეტყვით. ყველაზე ძლიერი ლოცვა არის აი ამ პატარა ბავშვების ლოცვა. ასწავლეთ ბავშვებს ლოცვა. თქვი, აი ენა მოჩლექით შვილო, თქვი, შეიწყალე დედიკო, შეიწყალე მამიკო, შეიწყალე ჩემი ოჯახი. ამაზე დიდი ლოცვა არ არსებობს. რატო? ეს ბავშვი ანგელოზია. ერთი ცოდვისკენ მიდრეკილება ქონდა, რომელიც ადამი და ევადან მოდიოდა და ის ნათლისღების დროს ჩამოშორდა, ჩამოიბანა და ეხლა ეს ბავშვი არის ანგელოზი, მაგრამ სადასალია ბავშვს ლოცვისთვის ხელში უჭირავს smartphone, ან ტელევიზორთან არის მიგდებული დივანზე, რომ ხელი არ შეუშალოს დედას და ასე შემდეგ. როდესაც თქვენ ლოცულობთ, ბავშვები ან ხელში დაიჭირეთ, ან გვერდზე დააყენეთ. იცოდეთ, რომ ღმერთი თქვენ ლოცვაზე მეტად თქვენი შვილების და შვილიშვილების ან თქვენი ოჯახის წევრების, ბავშვების ლოცვა შეიწირავს. და ხშირად დაკვირვებული ხართ, სიმართლეს ჩვენ ვინ გვეუბნება? გაბრაზებული მეუღლე, თვრალი კაცი და პატარა ბავშვი. სიმართლეს. დანარჩენი სულ კარგები ვართ, სულ ოქროები ვართ, სულ ძვირფასები ვართ, მაგრამ საკმარისია გააბრაზო მეუღლე, მაშინვე მოგახლის სიმართლეს, ან თვრალი კაცი გეტყვის სიმართლეს, ან პატარა ბავშვი გეტყვის სიმართლეს. და აი სიმართლე არის სწორი აზრი შენ შესახებ, კარგად დაიმახსოვრეთ და თქვენ არავინ და არაფერი აღარ შეგიშლით ხელს უფალთან ურთიერთობაში. 5 დღეღა გვაშორებს მიძინების საუფლო დღესასწაულს და გთხოვთ, ჩემო ძვირფასებო, იყავით ჰომო საპიენები, ჰომო რელიგიუსები, ეთიკურები, ზნეობრივები და გაადამიანდით, რომ მერე განიღვთოთ. რელიგია არის ადამიანის გაადამიანება და მერე განღვთობა. როგორც დიდი შოთა რუსთაველი ბრძანებდა, ვინცა მეფეს თავის წირა, მეფე არის ქრისტე, ღმერთი, მათი სული ზეცას ზრბიან. არიან კი არა, სტატიკურ მდგომარეობაში კი არ არიან, ეს რბოლა, აი კუნძი რო დააგორო დაღმართზე და არ ჩერდება და მიდის და მიდის. ოღონდ ეს ზრბოლა იწყება აი აქ, მარხვით, ლოცვით, ცნებების დაცვით, აღსარებით და ზიარებით. აი ამიტომ არსებობს რელიგია, ამიტომ არსებობს ლიტურგია, ამიტომ არსებობს აღსარება, ამიტომ არსებობს მარხვა, ლოცვა, რომ ჩვენ არ მინდა რუსული სიტყვა ვახსენო, აი ქართულად როგორ არის რაზგონი ავიღოთ, ანუ სტარტი ავიღოთ, არც ეგ არის ქართული, მარათონი რო დავიწყოთ დედამიწაზე, რომ ჩვენ მივიდეთ დანიშნულების ადგილამდე, ჩემო ძვირფასებო.
და ამისი დრო ჯერ კიდევ გვაქვს. ეს არის ჩემთვის დილის 5 საათიდან საღამოს 11 საათამდე. ზოგისთვის დილის, დილა 11 საათი დილა აღარ არის, ხო? ზოგი 11-ზე იღვიძებს, ზოგი 12-ზე იღვიძებს, ზოგი საერთოდ ვერ იღვიძებს, რო იღვიძებს ისევ მძინარე მდგომარეობაშია. მას სწორი აზრები არ ექნება. ამიტომ დავეხმაროთ ერთმანეთს, მეუღლეს, მოძღვარი სულიერ შვილს, რომ ამ მარხვაში მაინც სწორედ ვიაზროვნოთ, სწორედ ვიცხოვროთ, ჩვენ შვილებს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ, შტერო, დებილო და დეგენერატო არ ვეძახოთ, არამედ აუხსნათ, ვასწავლოთ რა არის თავდაბლობა, რა არის სიყვარული, რა არის უბრალოება, რა არის სიკეთე და მარტო ზიარებისთვის არ მოვიყვანოთ ბავშვები აქ. წამოდი დედიკო გაზიარებ და მე ზოპარკს წაგიყვან. ვერც ვერაფერი გაიგო ბავშვმა რატო იყო მოსული და ასე შემდეგ. იგივე აი დღევანდელი ჩემი ქადაგება შეგიძლიათ პატარა რეზიუმეს სახით ჩამოუყალიბოთ თქვენს მეუღლებს, თქვენ შვილებს, თქვენს ახლობლებს, რომ არ დავჩერთ მარტო ბჭყალებში მცნებების დამცავი ადამიანები და ის მონაგები, რომელიც ჩვენში დღესდღეობით კიდევ არსებობს, არ იყოს საცდურის ქვა ჩვენთვის და არ დაგვაშოროს ღმერთმა ჭეშმარიტებას, სიმშვიდეს, სიყვარულს და სიხარულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გააგრძელეთ მარხვა. ვინც აქამდე არ ზიარებულ ხართ, მოემზადეთ. ხუთშაბათს იქნება ლოცვა 4 საათზე და პარასკევს 9 საათზე დაიწყება ჟამნობა, 10:30-ზე დაიწყება წირვა. ჩვენთან არის ღმერთი.